მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე, ხოლო თქვენ უყურებთ დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს. გიბრუნდებით 37 სიუჟეტით, სადაც ვიმყოფები სოფელ ქვაბისხევში და გაჩვენებთ ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვების ძეგლს და მოგიყვებით რა თქმა უნდა მის ისტორიას. დანარჩენი კი დეტალურად უშუალოდ სერიით. წავედით. ხოლო მტკვარს ჭობისხევს ზეით მოერთვის ჩრდილოდამ ქვაბისხევი, გამომდინარე ფერსათის მთისა. ეს გახლავთ ნაწყვეტი ვახუშტი ბატონიშვილის წიგნიდან აღწერა სამეფოსა საქართველოსა, სადაც მდინარე მტკვრის შესართავად ჩრდილოეთის მხრიდან დასახელებულია მდინარე ქვაბისხევი. აწმყოში სახელწოდება ქვაბისხევით მოიხსენიება როგორც მესხეთის მიწაზე არსებული დღევანდელი დაყოფით ბორჯომის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელიც, ასევე მასთან ჩამომავალი მდინარეც, რომელსაც დამატებით ქვაბისხეულას სახელითაც მოიხსენიებენ. როგორც სიუჟეტის დასაწყისში გითხარით, დღევანდელ სერიაში მევაპირებ გაჩვენოთ ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, რომელსაც ასევე ქვაბისხევის წმინდა მარიამის მიძინების ეკლესიასაც უწოდებენ. მაგრამ სანამ ამ ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვების ძეგლზე დავიწყებდე საუბარს, მინდა გიამბოთ, როგორც აწმყოში მოქმედ სოფელზე, ასევე მისგან ცოტა მოშორებით, ზედა ალაგზე, აწ უკვე ნასახლარად ქცეულ დასახლებაზე, რომელიც ეკლესიის მიმდებარედ იყო გაშენებული და მის სახელსაც რა თქმა უნდა ქვაბისხევი წარმოადგენდა. გადავინაცვლოთ მე-16 საუკუნის მიწურულისკენ და გადავხედოთ მესხეთის დამყრობ ოსმალთა მიერ ნაწარმოებ ეკონომიკური ხასიათის მქონე გურჯისტანის ვილაიეთისეულ დავთარს. ამ უკანასკნელში 1595 წლისათვის თურქ მოხელეს ეს დასახლება შედარებით განსხვავებული სახელწოდებით აქვს ჩაწერილი, რაც გამოითქმის როგორც ქვაბნი. სოფელი, ისევე როგორც მესხეთის ამ ნაწილის, უფრო კონკრეტულად რომ თქვათ, თორის მხარისათვის არის დამახასიათებელი, თითქმის დაცლილია. მისი მაცხოვრებელთა რაოდენობა მხოლოდ 6 კომს შეადგენს. გრიგოლა, დემეტრე და მამუკა ფოცხვერასძენი, ელია კვირიკასძე, სალუყაზანის შვილიშვილი და ვინმე ფოცხვერასძე, რომლის სახელიც დავთრის ქართულ თარგმანში არ იკითხება, წარმოადგენენ ქვაბნში, როგორც მას თურქები იმ დროისათვის მოიხსენიებდნენ, მცირე რაოდენობით მაცხოვრებელ ოჯახთა თავკაცებს. ამავე დოკუმენტის თანახმად ამ ხალხზე გადასახადის სახით შეწერილია 7500 ახჩა, რომელიც წარმოადგენს ბეგარას ისეთი დოვლათისათვის, როგორიცაა ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, შირა, იონჯა, თივა, ხილი, ბოსტნეული, ცხვარი და ფუტკარი. აღმოსავლეთ მცოდნე სერგი ჯიქიას ოსმალთა დოკუმენტის გადაქართულებულ და განვრცობილ ნაშრომში მოყვანილი ყავს სხვადასხვა არქივისეული ცნობების სოფლის შესახებ. ეს ჩანაწერები ძირითადად მე-19 საუკუნის პერიოდს განეკუთვნება, ესე იგი მეფის რუსეთის დროინდელებია, რომელთაგან პირველი თარიღდება 1851 წლით და დასახლებას მოიხსენიებს ქვაბის სახელით. შემდეგი 1863 წლის ჩანაწერია, სადაც რუსული შრიფტით კობიხევის, ანუ ქართულად რომ წარმოთქვათ, ქობიხევის სახელით არის მოხსენიებული. ხოლო მათგან ყველაზე გვიანდელ ცნობაში 1870 წლის მონაცემებით აღნიშნულია როგორც ქვაბისხევი 5 კომლი მოსახლით. ამ ზემოთ ხსენებული არქივისეული დოკუმენტების თანახმად, ჯიქია ქვაბისხევს როგორც სოფლის დასახელებას არა თავდაპირველად, ანუ გვიანდელ პერიოდში შერკმეულ სახელად მიიჩნევს. მეცნიერი უძველეს და ჭეშმარიტ სახელწოდებად სიტყვა ქვაბნს მიიჩნევს, რომელიც ეპოქათა მიხედვით ჯერ კიდევ ფეოდალურ საქართველოში გამარტივდა, ჩამოშორდა თანხმოვანი და მივიღეთ ქვაბი. ამის გასამყარებლად ჯიქია ჩემს მიერ სიუჟეტის დასაწყისში ხსენებულ ვახუშტი ბატონიშვილსაც იშველიებს, რომელსაც სოფელი მე-18 საუკუნის ნაშრომში აღწერა სამეფოსა საქართველოსაში ჩაწერილი აქვს ქვაბის სახელით, ხოლო მასთან ჩამომავალი მდინარე ქვაბისხევად აქვს წოდებული. ტაძარი, რომელიც წინად აუცილებლად სამონასტრო კომპლექსის ნაწილი იქნებოდა, თანამედროვე სოფელი ქვაბისხევის ზევით, ვიწრო და კლდოვანი ზედაპირის მქონე ხეობაში, კლდის მაღალ ფერდზეა აგებული. მისკენ მიმავალ გზას წარმოადგენს ტყეში არსებული ვიწრო, დამრეცი ბილიკი. როდესაც ამ გზას გაუყვები და თვალს ოდნავ მაინც დაძაბავ, აუცილებლად შეამჩნევ მთის მიწის ფენებით შევსებულ ფერდზე, იმ ქვათა აქა-იქ წამოწეულ ნაწილებს, რომელიც აქ წინად არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა ნაწილი იქნებოდა. ადრე ფეოდალური პერიოდისათვის ხეობის ვაკე ალაგიდან უკიდურეს კლდის მაღალ წერტილამდე, სადაც ეკლესია აღმართული, კომპლექსური სახით უნდა ყოფილიყო გაშენებული შენობები, რომელთა ერთობად შექმნიდა იმდროინდელი ქვაბისხევის დასახლებას და მის ურბანულ დაგეგმარებას. ამ ყველაფრის შემხედვარედ ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ხვდები იმასაც, რომ თავის მხრივ ასეთი გეგმით გაშენებული დასახლება მისივე ქრისტიანული სალოცავით გათვლილი იყო როგორც მუდმივ საცხოვრისად, ასევე ძნელბედობის ჟამს მომხდური მტრის წინაშე საკმაოდ მტკიცე თავდაცვით პუნქტადაც. რაც უფრო მაღლა ავდივარ, ქაოტურად მიმოფანტული დამუშავებული ქვის ფრაგმენტები მატულობს და სალოცავთან მიახლოებულ სანამ მის ტერიტორიაზე შევდგავ ფეხს, თვალში მხვდება შესასვლელთან არსებული მცირე ზომის გალავნის ფრაგმენტი.
მაღალი კლდოვანი ქედის კალთაზე კლდის ლოდებისაგან ნაგები ტაძარი სამნავიან ნაგებობას წარმოადგენს და მისი აგების თარიღად წინა სიუჟეტში ნაჩვენებ მწვანე მონასტრის მსგავსად მე-9 საუკუნეს სახელდება. ტაძარი აღმოსავლეთის კედლით, ანუ საკურთხევლის ნაწილით, მთლიანად მიბჯენილია კლდეზე და მისი შემხედვარე ასოციაცია გაგიჩნდება იმის, რომ თითქოს და ამ ფრიალო კლდეზე ეს ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუში ბუნებრივად არის ამოზრდილი. ეს ყველაფერი კი ხაზს უსმევს ხუროთმოძღვრის მიერ ძეგლის ჰარმონიულად შეთავსებას ბუნებრივ გარემო პირობებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ხეობის ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზეა განთავსებული, იგი საკმაოდ შენიღბულია გარეშე თვალისთვის. რამე თუ ვიწრო ხეობაში შესულისთვის არათუ სრულიად უხილავია, არამედ მეტიც, ქვაბის ხეულას ნაპირებთან მყოფი, ვერც კი წარმოიდგენ, რომ შენ ზევით დაახლოებით 8 საუკუნის წინანდელი ნამონასტრალიდან შემორჩენილი წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია გადმოყურებს. სალოცავს გარდა მისი ასე ვთქვათ შენიღბული მდებარეობისა, ასევე ისეთი დეტალის აქვს შემონახული, რაც ქართულ მეცნიერებში დღემდე სხვადასხვა მithქმა-მოთქმისა და ვარაუდების გამომწვევია. ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი ტაძრის შიდა სივრცეს დაგათვალიერებინებთ. ეკლესიაში შესვლისთანავე ხვდები შუა ნავის, იგივე მთავარი სამლოცველო დარბაზის სივრცეში, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავებისაგან თაღოვანი ღია სვეტებითაა გამოხატული. ორივე შემთხვევაში თაღები თანაბარი ზომისაა და ერთმანეთის მოპირდაპირედ სიმეტრიულადაა განლაგებული. სამივე ნავიც და მათი კედლებიც უმეტესწილად ნაგებია ეგრეთ წოდებული ფლეთილი ქვებით. დამუშავებული მასალა თლილი ქვის სახით გამოყენებულია მხოლოდ თაღებში, სვეტებში და კაპიტალებში, იგივე სვეტის თავებში. მცირე ზომის საკურთხეველს ორივე მხრიდან გააჩნია გაგრძელება, რომელიც თავისი დაგეგმარებით განცალკევებულ, ანუ სამწვერვალოსგან იზოლირებულ სივრცეებს წარმოადგენენ. აქედან ერთი ჩრდილოეთის ნავის დაბოლოებაა მასში ამოჭრილი ვიწრო და მაღალი სარკმლით, ხოლო მეორე სამხრეთის ნავის უკიდურეს აღმოსავლეთში გამოყვანილი ოთახია. მისი ერთადერთი მცირე ზომის შესასვლელის თავზე შემორჩენილია იმ ხატწერის ფრაგმენტები, რომლითაც ფეოდალურ პერიოდში სრულიად ტაძარი იქნებოდა მოხატული. საკურთხევლის ამ სამხრეთ ნავის ოთახზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგი მაკალათია, რომელმაც მე-19 საუკუნის 50-იან წლებში იმოგზაურა ბორჯომის ხეობაში და ამავე სახელწოდებით გამოსცა ნაშრომი, წერს შემდეგს. მხატვრობა შემონახულია სამხრეთის ნავის ერთ ოთახში, რომელსაც აქვს შესასვლელი კარი და ერთი სარკმელიც. ეს ოთახი მოხატულია, იგი შეიძლება იყოს აკლდამა. მოხატული ოთახის ფართობი უდრის 5 კვადრატს. სამწუხაროდ, ჩემი ტაძარში ყოფნისას ამ სივრცეში შეღწევა ვერ შევძელი, რადგან მისი კარი დაკეტილი დამხვდა. მაგრამ მაქსიმალურად მოვინდომე და შეძლების დაგვარად გადავიღე ის ხატწერა, რაზეც ახლა დავიწყებ საუბარს. კედლის მხატვრობიდან გამოირჩევა სხვადასხვა ორი ეპოქის ფერწერა. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ზედა იარუსში გამოხატულნი არიან წმინდანები, რომლებიც განეკუთვნებიან ადრეული ფერწერის ნიმუშებს. ხოლო მათ ქვევით გამოსახული ორი პირი, რომელთა ფიგურები დატანილია სრულად მხატვრობის შესრულების პერიოდად მიჩნეულია მე-12-მე-13 საუკუნეები. ჩემგან მარცხნივ პირველი გამოსახულია მამაკაცი საერო ტანისამოსში, ხოლო მის გვერდით მდგომი კი ქალია. დიდი ალბათობით ეს უკანასკნელნი უნდა წარმოადგენდნენ ამ ხარის მმართველი ფეოდალური ოჯახის წევრებს და მათი ტაძრის კედლის მოხატულობაში აღბეჭდა გამოწვეული უნდა ყოფილიყო იმ ფაქტით, რომ ეს ადამიანები იქნებოდნენ ტაძრის განახლებისა ან ხელახალი აღშენების სულის ჩამდგმელები. ფეოდალურ საქართველოში კანონზომიერ მოვლენას წარმოადგენდა ამა თუ იმ ფეოდალის გამოსახვა იმ ტაძრის კედლის მხატვრობაში, რომელიც ამ უკანასკნელთა შემწეობით იყო აგებული ან და რესტავრირებული. ერთის მხრივ ამ არაფრით გამორჩეულ ხატწერას უდიდეს ინტრიგას ძენს მასზე დატანილი ასომთავრული შესრულებული წარწერები, რომელიც ქართველ მეცნიერთა მიერ გაშიფრულია და იკითხება მამაკაცის სახელი შოთა, ხოლო ქალის ია. ასევე არსებობს გარკვეულ მეცნიერთა მოსაზრება, რომ მამაკაც და ქალს შორის კავშირი უნდა იყოს დედაშვილური, რის გასამყარებელ არგუმენტადაც ეს უკანასკნელნი ქალის ჩაცმულობას იშველიებენ, რომელსაც სასულიერო ტანისამოსის ტიპს მიაწერენ. რის მიხედვითაც ქალი მონაზონია, ხოლო მონაზნის გვერდით ერისკაცობაში მყოფ მის ქმარს არავინ გამოხატავდა ტაძრის კედელზე. შესაბამისად, მამაკაცი აუცილებლად მისი შვილი უნდა იყოს. ქვაბისხევის ღვთისმშობლის მონასტრის ფრესკის მთელი ინტრიგაც იმაშია, რომ იგი შესრულებულია მე-12-მე-13 საუკუნეებში და მასზე გამოსახული მამაკაცის სახელია შოთა. პირველივე ასოციაცია, რაც ამ მინიშნების მოსმენისას ადამიანს გაუჩნდება, რა თქმა უნდა გენიალურ ნაწარმოებს ვეფხისტყაოსანსა და მისი დუმალებით მოცულ ავტორს, შოთა რუსთაველს უკავშირდება. იმისათვის, რომ უკეთ შეგვექმნას წარმოდგენა, არის თუ არა კავშირი ვეფხისტყაოსნის შემოქმედსა და ქვაბისხევის ფრესკაზე გამოსახულ პირს შორის, ამ მიზნით თანმიმდევრობით შემოგთავაზებთ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარზე მომუშავე სხვადასხვა მეცნიერთა, როგორც ჩანაწერებს, ასევე მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.
ისტორიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა 1957 წელს მოინახულა ქვაბისხევის ტაძარი, რომელმაც ფრესკაზე მუშაობისას ამოიკითხა მამაკაცის გამოსახულების გვერდზე სახელი შოთა, ხოლო ქალის ია. გარდა ამისა, მან ასევე გააკეთა აღმოჩენა, რომ უნდა ყოფილიყო სხვა წარწერებიც, რომელთა ამოკითხვაც სამწუხაროდ ვერ ხერხდება და მათგან გაჭირვებით განირჩევა მხოლოდ რ-ასო. ბერძენიშვილის შემდგომ არაერთი ქართველი გამოჩენილი მეცნიერი იკვლევდა სამნავიანი ბაზილიკის სამხრეთ ეგვტერის კედელს, მაგრამ სხვა რაიმე სიახლე მათ არ აღმოუჩენიათ. თუ არ ჩავთვლით გამოჩენილ ქართველ მწერალს, მესხეთის მიწის სოფელ ბალანთაშვილს, გიორგი ზედგინიძეს, რომელიც აკეთებს სენსაციურ აღმოჩენას მე-20 საუკუნეში, რის თაობაზეც 1980 წლის გაზეთ კომუნისტის 154 ნომერში იწერება სტატია, რომლის ნაწყვეტის პერიფრაზირებაც შემდეგნაირად ჟღერს. ამ დღეებში კი გაზეთმა წიგნის სამყარომ გამოაქვეყნა მწერლისა და პედაგოგის გიორგი ზედგინიძის უაღრესად საინტერესო წერილი შოთა რუსთაველის ფრესკა ქვაბისხევში, რომელიც ღირსია ფართო საზოგადოებრიობის ყურადღებისა. აი რას გვაუწყებს ავტორი. როდესაც ეკვდერი ხელოვნურად გაანათეს, გამოირკვა რომ მთლიანად წარწერა 4 სტრიქონად არის გაკეთებული. პირველი 3 სტრიქონი უფრო წვრილი ასოებით არის შესრულებული, თითქმის 4-ჯერ უფრო მცირე ვიდრე მე-4-ისა. ამ სტრიქონებზე შეიმჩნევა ასოების ნაწილები, მაგრამ იმდენად მკრთალი, რომ შეუძლებელი ხდება თუნდაც მათი კონტურების დადგენა. მხოლოდ მესამე სტრიქონზე შეიძლება გარკვეულად ამოვიკითხოთ 2 ასო, ე და ჭ. რაც შეეხება მე-4 სტრიქონს, რომელიც მოზრდილი ასოებით არის შესრულებული, კარგი განათების პირობებში დაკვირვებისას რ-ს შემდეგ მონაცისფრო ლაქად ისახება ოსთვ, რაც წარწერის შესრულებისას კედლის ლესილობისაგან შეწოვილი სითხის ანაბეჭდია და მას მოსდევს საღებავით ი. როსთვლი დაქარაგმებული ფორმაა და ცხადია იგი წაიკითხება როგორც რუსთველი. დიდი ბედნიერებაა, რომ მისი ამოკითხვა დღეისათვის კიდევ შეიძლება, რითაც ეჭვმიუტანლად დგინდება, რომ ფრესკაზე შოთა რუსთაველია გამოხატული. ასეთია ამონარიდი გაზეთ კომუნისტში გამოქვეყნებულ ზურაბ ჭუმბურიძის სტატიიდან, რომლის მიხედვითაც შავით თეთრზე წერია, რომ ქვაბისხევის სამლოცველოს ფრესკაზე გამოსახული პირი სხვა არავინაა თუ არა თავად იდუმალებით მოცული შოთა რუსთაველი. ამ სტატიიდან მალევე რამოდენიმე კვირის თავზე, ამავე 1980 წლის ივლისის თვის დასაწყისში, საგანგებოდ მეცნიერებით აკომპლექტებული ჯგუფი მიემართება ქვაბისხევის ეკლესიის ფრესკაზე კიდევ ერთხელ სამუშაოს ჩასატარებლად. მათ თან მიაქვთ ხელოვნური განათებისათვის საჭირო მოწყობილობებიც და ამავდროულად მათ უერთდებიან ბორჯომის რაიონის თავკაცები და თავად გიორგი ზედგინიძეც, რომლის სენსაციური აღმოჩენაც იქნა დაბეჭდილი გაზეთ კომუნისტში. ექსპედიციის წევრებმა აკადემიკოსმა ალექსანდრე ბარამიძემ, ენათმეცნიერმა შოთა ძიძიგურმა, აკადემიკოსმა ელენე მეტრეველმა და სხვა მათ მსგავსად მაღალი პროფესიონალიზმით ახსავსე სპეციალისტებმა დასკვნის სახით გააკეთეს შემდეგი ჩანაწერი, რომ ისინი სავსებით იზიარებენ ნიკო ბერძენიშვილის მიერ 1957 წელს გაკეთებულ მიგნებას, რის თანახმადაც წარწერათა შესრულების პერიოდს წარმოადგენს მე-12-13 საუკუნეები, ხოლო ამა წლის გაზეთ კომუნისტში გამოქვეყნებული აღმოჩენა სიტყვა რუსთველზე ფიზიკურად ვერც მოინახა და შესაბამისად ვერც ამოიკითხა. უნდა გითხრათ, რომ არც ამით დასრულებულა ამ ფრესკის შესახებ აღმოჩენები. იმავე მე-20 საუკუნის 80-იან წლებში კვლავ გამოაქვეყნა სტატია გიორგი ზედგინიძემ, რომელიც ამჯერად სხვა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მუშაობდა ქვაბისხევში. ამ უკანასკნელთა საბოლოო ვერსია შეჯერდა იმაზე, რომ გასაშიფრი წარწერა, რომელიც ასე ვთქვათ, ხან ჩანს, ხან კი არა, წარმოადგენს გვარს, რომელიც 6 ასოსაგან შედგება. მის შუაშია თანხმოვანი რ, ხოლო დაბოლოებაა ლი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რამე თუ ქვაბისხევი მესხეთის ისტორიული თორის მხარეში შემავალ ალაგს წარმოადგენდა, არ იქნება ძნელი მისახვედრი, თუ რომელი ფეოდალური გვარი შეგვიძლია მოვისაზროთ. საუბარია რა თქმა უნდა თორელთა ოჯახზე. თუ ზემოთ ხსენებული 1991 წელს მიგნებული აღმოჩენა ჭეშმარიტია, მაშინ შოთა თორელთა საგვარეულოს წარმომადგენელია და ლოგიკურად ამ მხარის ფეოდალი მისივე დედასთან ერთად იქნებოდა შემომწირველი ქვაბისხევის ღვთისმშობლის მონასტრის აღდგენისა და განახლებისა. მაგრამ ეს რომ ასეც იყოს, მაინც არ გვაქვს არავითარი მყარი არგუმენტი იმისა, რომ შოთა თორელი გავაიგივოთ შოთა რუსთაველთან. ფიქრობ, ვეფხისტყაოსნის შემოქმედის ზუსტი ვინაობა, ისეთივე ამოუცნობი და იდუმალია, როგორც თავად ამ პოემის ინსპირატორის მეფე თამარის საბოლოო განსასვენებლის ადგილმდებარეობისა. სიუჟეტის დასასრულისთვის კი გეტყვით იმასაც, რომ რკინის კარი, რომელიც დღეს ამშვენებს ქვაბისხევის წმინდა მარიამის მიძინების ტაძრის მთავარ და ერთადერთ შესასვლელს, 1987 წელს მოჭედილია ამავე ტაძარში არსებულ ფრესკაზე გამოსახული დიდგვაროვანი შოთასა და იას გამოსახულებებით და მხედრული შესრულებული წარწერით გვამცნობს, რომ ესე კარი მოჭედა ოსტატმა თანგული ორთოიძემ, შეგირდებმა თემურმა და გიორგიმ. დღევანდელი სერიაც ქვაბისხევში არსებულ
ღვთისმშობლის სახელობის მონასტერზე დასასრულს მივახლოვდა. დაგემშვიდობებით მომდევნო ახალ სიუჟეტამდე, მანამდე კი ტრადიციულად ვისაც მოგწონთ დიდებულ მესხეთზე ჩემს მიერ შემოთავაზებული სიუჟეტები, გამოიწერეთ არხი და ერთად უყუროთ მთელი წლის განმავლობაში კიდევ ძალიან ბევრ ახალ სერიას. მანამდე კი მე დაგემშვიდობებით. დროებით.